მოგესალმებით. მე ვარ გიორგი შანიკიძე, 24 წლის. თეატრალური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი და რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი. თქვენ გელოდებათ რამდენიმე ძალიან საინტერესო წუთი. იმიტომ რომ მე მოგიყვებით ჩემს ამბავს. ექიმობიდან მსახიობობამდე. აი აქ დაანდე რა წითელია. რატომ ჩააბარე სამედიცინოზე? მე ბევრი პროფესია მინდოდა. მედიცინა განსაკუთრებით. ამიტომ ავისრულე ეს ოცნება და ჩავაბარე სამედიცინოზე. მეორე მესამე კურსიდან მორიგეობას დავიწყე და ეს პროფესია ძალიან კარგად გავიცანე. და ჰიგიაზე რას გვეტყვი? სამედიცინოს თეატრი ჰიგია იყო ერთადერთი რაც ამ რთულ პერიოდს ამსუბუქებდა. ეს არის ადგილი, სადაც ჩაბარების პირველივე დღიდან მოვედი და მას შემდეგ ძალიან ბევრი როლი ვითამაშე. დაიხსენე პირველი როლი. პირველი როლი იყო ლეო. ეს იყო მარია ლადოს პიესა არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც 2019 წელს ვითამაშეთ. მე მახსოვს სცენაზე გამოსვლის პირველივე წუთები, როდესაც მეგონა რომ საერთოდ ყველაფერი დამავიწყდა. არაფერი არ მისმოდა. ეს განათებები რო თავინახე პირველად ვერაფერს ვერ ვხედავდი, საერთოდ პარტნიორსაც ვერ ვხედავდი. ალბათ ეს იყო მომენტი, როდესაც მივხვდი თუ რა იყო ჩემთვის ნამდვილი ბედნიერება. ანუ აქ მივხვდი რომ მსახიობობა გინდოდა. მეოთხე კურსზე მივხვდი რომ უნივერსიტეტთან ერთად ჰიგიაც დამთავრდებოდა. მე კი ჩემი მომავალი ხოლმე სცენასთან მქონდა დაკავშირებული. გადამწყვეტი წერტილი კი ჩემი მეგობრის ოპერაციაზე დაისურვა. ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად რთულია ესწრებოდა მეგობრის ოპერაციას. მე კი ამ ოპერაციაზე ვუყურებდი ქირურგს, ვაკვირდებოდი მის მანერებს, ემოციებს, დამოკიდებულებას და წარმოვიდგენდი თუ როგორ ვითამაშებდი ამ როლს. და მერე რა მოხდა? მერე იყო თეატრალური უნივერსიტეტის გამოცდები. სადაც ყველა თქვენგანი იმყოფებოდა. მე თქვენ გარეშე ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებდი და ჯერა რომ მამაში ძალიან დიდი წვლილი გაქვთ თითოეულ თქვენგანს. და სანამ გიორგის პასუხები დაიდებოდა, გახსოვთ როგორ ნერვიულობდით? ყველა სარეპეტიციოში რაღაც თან ცოტა ვსვავდით. ცოტას. არა, ბევრს ვსვავდით, მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო პასუხები რომ დაიდო, აი ყველა ძალიან ბედნიერები ვიყავით და რავი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩვენ ცხოვრებაში. და რეიტინგიც პირველი იყო. როგორ მოხვდი რუსთაველის თეატრში? 17 ივნისი. საღამოს 7 საათი. დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. რამდენიმე წუთი. და გზა რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობობამდე. გიო, ბედნიერი ხარ? კი. ძალიან. მსახიობისთვის რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე დგომა მხოლოდ პროფესიული წარმატება არ არის. ეს პასუხისმგებლობა, ოცნება და ისტორიის ნაწილად ქცევა. ეს არის ადგილი, სადაც იქმნებოდა და დღემდე იქმნება ქართული თეატრის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორია. ჩემთვის ეს სცენა განსაკუთრებული იყო მანამდეც, სანამ ამ თეატრის მსახიობი გავხდებოდი. თეატრი ჰიგიასთან ერთად უკვე მქონდა ბედნიერება, რომ რუსთაველის თეატრის სცენაზე სამი სხვადასხვა როლი მეთამაშე. დღეს კი ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ემოციურია ის, რომ ბატონ რობერტ სტურუასთან მომიწია მუშაობა და მის ვეფხისტყაოსანში ვთამაშობ. ეს ჩემთვის მხოლოდ სპექტაკლში მონაწილეობა არ არის. ეს ქართული კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის გაცოცხლებაა. გზა საგრიმიეროდან სცენამდე, ამ ისტორიულ კედლებში, ჩემში უამრავ განსხვავებულ ემოციას აღვიძებს. თეატრში მოსვლისთანავე მივხვდი, რომ გიორგი იყო უნიჭიერესი. მაგრამ მას იმდენად უნდოდა და უყვარდა ექიმობა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვაძლიერებდით და გვერდში ვედექით. თუმცა, ყოველი ახალი სპექტაკლის დადგმისას ხვდებოდი, რომ ძალიან იზრდებოდა მისი ნიჭიც
და სიყვარული ხელოვნებისადმი. და ეს დღეც დადგა. ერთვენიერ დღეს გააღო კარები და თქვა: მე ვაბარებ თეატრალურ უნივერსიტეტში. თავიდანვე სცენის პარტნიორები ვიყავით და ვფიქრობ, ბევრი გამორჩეული როლი შევქმნით ამ ერთიანობით იგია სცენაზე. გიორგისთან პარტნიორობა ჩემთვის დიდი ერთგულება, თავისუფლება და ნდობაა, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. ბოლოს ისე გავთამამდით, სპექტაკლის დროს ერთმანეთს ტექსტებით შევუცვალეთ და მე სრული იმპროვიზაციით ვითამაშეთ. წარმატებებს უსურვებ, ძალიან ამაყი ვარ. ვფიქრობ, სადაც არ უნდა იყოს, მისი სიტყვა ყოველთვის ყოველთვის დასამახსოვრებელი იქნება. ზოგჯერ ცხოვრების დიდი გზა პატარა სცენიდან იწყება. მე კი მჯერა რომ ეს სცენა ზუსტად ამ გზის დასაწყისია.